ბევრს ეგონა 70 წლის განმავლობაში რომ მარო მაყაშვილი დამარცხდა ამ ელჩი და საქართველოს დამარცხდა. მაგრამ საქართველოს დღეს ხედავთ რომ მაყაშვილის გზა არის გამარჯვების გზა. დღეს გამარჯვებულია მარო მაყაშვილი და ის ადამიანები ვისაც თავის დროზე გამარჯვებულად ეგონათ თავი იმ საქართველოს მოღალატეებს, იმ ოკუპანტების მოკავშირეებს დღეს ისინი სადაც არიან და როგორ პოლიტიკურ სანაგვედეც არიან აღმოჩენილები, ამას ყველას ეთაგანი ხედავთ. ჩვენი გზა არის საქართველოს თავისუფლების გზა და ჩვენი გზა არის მარო მაყაშვილის გზა. უნდა დაინიშნოს აუცილებლად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ აი ამ ხელისუფლების მიერ ხედავთ რომ შეუძლებელია საქართველოს სახელმწიფოს განვითარება. შეუძლებელია კი არა და მე ასე ვიტყოდი რომ პირდაპირ საფრთხეა დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოების არსებობისაც კი. იმიტომ რომ აბსოლუტურად გადაუხვია ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებებს არ ხდება არც ერთი გამოვლენა აგენტების რომლებიც იფიქრიან ქვეყანას არ ხდება გამოვლენა არც ერთი სამართალდამცავი წყალებში ორგანოების თანამშრომლების რომლებიც ასე სასტიკად და უმოწყალოდ უბრალოდ თავიანთი სულისავე ცემეს და აწამეს ადამიანები